საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. გადაცემის სტუმრები არიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრები ნატა არღულიანი და ირაკლი უბილავა. მოგესალმებით, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ გაერთიანებული სამეფო, ანუ კუნძული დიდი ბრიტანეთი უწესებს სანქციებს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, ასევე ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს. ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ანგლოსაქსებში, ლონდონის გადაწყვეტილებები ერთ-ერთი ყველაზე მიზანმიმართულია, ისინი ამას ამუშავებენ თუ წლობით არა თვეობით და შედეგმაც არ დააყოვნა და ევროკავშირის მიერ გაცხადებული სანქციების შემდეგ უკვე დიდი ბრიტანეთიც იღებს ზომებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს არის კიდევ ერთი ხელების გადაგრიხვის მცდელობა. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები უკვე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, დარჩება თუ არა ძალაში ეს სანქციები, ვინაიდან იგივე ევროკავშირის სასანქციო პაკეტთან დაკავშირებით ქართველ მაღალჩინოსნებზე ორი ქვეყანა, ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა. ეს გახლავთ უნგრეთი და სლოვაკეთი, იქ ასევე ნახსენები იყო კიდევ რამდენიმე ქვეყანა, თუმცა მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. წნეხის შემდეგ მათ უარყვეს თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ. მე აღარ დავიწყებ ამ ქვეყნების ჩამოთვლას. გარდა ამისა, ჩვენ კვლავ დღის წესრიგში გვაქვს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ბრჭყალებში დარჩენილი კვირაზე მეტი თავის პოსტზე, საპრეზიდენტო პოსტზე, თუმცა ეს ქალბატონი აცხადებს, რომ ის არ აპირებს პრეზიდენტობიდან გადადგომას, ვიდრე საქართველოში არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები. ქალბატონ ნატა, მოდით თქვენით დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. როგორ ფიქრობთ თქვენ, თუ ჩაირაზა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში და პრინციპში მსოფლიო ისტორიას ახსოვს ასეთი პრეცედენტები, რამდენი ხანი იქნება ასეთ ვითარებაში, იმიტომ რომ იანვარია, თებერვალში კიდევ უფრო მეტად შეიძლება აცივდეს. ხარდამჭერები მას ყავს ამ ანგლოსაქსთა მსტოვრების სახით, ანუ ოლიგარქები, რომლებიც ოპოზიციას უდგანან სათავეში, ასეთ ვაციტხებივით წინ მიუძღვებიან ამ ფარას. თქვენ როგორ შეაფასებდით არსებულ ვითარებას, რას უნდა ველოდოთ ახლა ჩვენ? კაია კალასმაც გააკეთა განცხადება, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრამდე ინარჩუნებს თავის სავარძელს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს საქართველოში. მოგესალმებით ბატონო დავით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გილოცავთ ნიკოლოზობას. ეს კვირა იყო მეტად მნიშვნელოვანი და მეტად ეკლესიური და მეტად საყვარელი კვირა ჩვენთვის, ვინაიდან იყო ბავშვების მფარველი ბარბარე, წმინდა ბარბარეს დღე, იყო საბაგანწმენდილის დღე და დღეს არის ნიკოლოზობა. დღეს ეს აღინიშნება იტალიაში, უფრო იქედან ქალაქ ბარში, მაგრამ ჩვენმა პატრიარქმა ილიამ წმინდა ნიკოლოზი ჩვენს ეკლესიების მფარველად მოგვავლინდა, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანი და ღირებული დღეა დღეს ჩვენ მართლმადიდებლებს. ვლოცავ ყველა მართლმადიდებლს ამ წმინდა დღეს. დაგლოცოს და დაგვიფაროს წმინდა ნიკოლოზმა ჩვენი საქართველო, ჩვენი ოჯახები და სრულიად მართლმადიდებელი ერი. ეხლა დაუბრუნდეთ შეკითხვას. რაც არ უნდა აცანქცირო. ბატონო დავით, გომელაურით დაწყებული და ხარაზიშვილი დამთავრებული და ნებისმიერი, თუნდაც ჩვენი დამთავრებული ნებისმიერი, საქართველო იმ ჩვენ არჩეულ კურსს, საქართველოს მთავრობა, როგორც ჩვენ ახლა ვაგვირდებით, არ გადაუხვევს. ჩვენ 32 წელიწადმა მოგვცა ის მაგალითი, რაც მოგვცა. და ვნახეთ, რომ ჩვენ ქართულად არის, რუსულად არის კარგი. Оставили на произвол судьбы. როგორ თარგმნა? ქართულად, ანუ ბედის ანაბარად დაგტოვეს ჩვენ ქართველები, ეგრე რო ვთქვათ, ოკუპანტი, როგორც თქვენ ეძახით და მონსტრის ხელში, ხო, თქვენს ხო ესე ეძახით. მე გეტყვით, რომ ის ჩვენ ოკუპანტი და მონსტრი კი არის, ჩვენი მეზობელი, რომელიც თქვენ სწორედ ევროკავშირის დირექტივებს შეეწირა ის საქართველოს, იმიტომ ვეძახით ჩვენ დღეს მათ ოკუპანტს და იმიტომაც ვართ იმ დღეში, რაც პირადად მე ბარდენილი სწორედ თქვენი დამსახურებაა იმ ევროპარლამენტარებს და იმ მაღალჩინოსნების, რომლებიც ოკეანის იქით ამერიკაში ბრძანდებიან. ჩვენ რაც ავირჩიეთ, ის გზა იქნება სწორი
მართებული ჩვენი მართლმადიდებლური ერისა. ეხლა დღევანდელ გუშინდელ ტაშს, რასაც თვითონ ცარიელ დარბაზში ტაშს რო უყავდეთ დიდად აღფრთოვანებული რო იყვნენ ეს გიენები ეგრე რო ვთქვათ საქართველოს მტრები, NGO-ები, ეს დაფინანსებული არარაობები და ქვეყნის მტრები, მართლმადიდებლობის მტრები ბედნიერები რო იყავთ, აი ევროკავშირში ქალბატონ ზურაბიშვილს დაუკრეს ტაში. თქვენ რა გიხარიათ? თქვენ ბრიყვებო, თქვენ მართლა ქვეყნის მტრებო, რა გიხარიათ? 3 წელია, თებერვალში გახდება 3 წელი, ზელენსკის უკრავენ ტაშს. და რა მოგცა ზელენსკის ტაშმა? ზელენსკის ტაშმა მოგცა წაქეზებით მურიამ გელში აჭამესო აი ეს დანგრეული უკრაინა მილიონობით დევნილი, გაუბედურებული და გასაცოდაებული რამოდენიმე ათეულობით მილიონი უკრაინელი, რომლებიც დევნილებად აქციეს, ეკონომიკა 0 და კატასტროფის ზღვარზე მისული უდიდესი სახელმწიფო 46 მილიონი სახელმწიფო უკრაინა. თქვენ რა გინდათ? აი ესე ტაში გიკრან ზელენსკივი და ჩვენი საქართველოს მიწასთან გაასწოროთ? ეგეთი ევროპარლამენტარების დაკრული ტაში გინდა თქვენ? ვისაც ეს მოეწონება ეგეთი საქართველო? ნუ რას უკაცრავად? ვერასოდეს ვერ ღირსებით აი ესე ტაშს, კი, ბევრი გამყიდველი გვყავს, მაგრამ ჩამოგაშორეს ხო ნახე პარლამენტში ვერც ერთი ვერ შედიხართ გამყიდველები. ვერც ერთი ვერ შედიხართ გამყიდველები. იმიტომ რომ თქვენ რაც დაპირდით ხალხს, იმას თქვენ ვერ შეასრულებთ. იცით და მე ის ქართველი ხალხი, ვინც მოტყუდა და ძალიან ბევრი რო უწევს გახარია და იმათ რომ ჩვენ მოვტყუდით თქვენ რომ მოგეცით ხმა დღეს თქვენ სად გეხართო? ისინი იცით როგორ პასუხს მოგთხოვენ? ძალიან მწარედ პასუხს მოგთხოვენ იმაზე, თუ რაც შეპირდით და რას უკეთებთ. თქვენ ხართ არაფრის მაგნისი მატყუარები, ცფიერები, დასავლეთის ფულზე ორიენტირებულები, რომლებსაც დაბევებული გაქვთ ბილეთები, თუ რამეა და წავედით ევროპაში. აი ეს არის თქვენი მომავალი. თქვენ საქართველოში მომავალი არ გიწერიათ, იმიტომ რომ არ გინდა თქვენ საქართველოს. გვაცალეთ ჩვენ ვისაც გვინდა, ბატონო, ჩვენ საქართველოს. გვაცალეთ. თქვენ 2003 წელს როგორ მოხვედით, გონია ჩვენ დაგვავიწყდა? ვარდები, რისი ნიშანია ვარდები? ხო იცით რისი ნიშანია? მასონების ნიშანია ეს ვარდი. რამე კარგი არ გეგონოს. სწორედ მოხვედით მასონების მართული პარტია და დღეს აი ამ გზას აგრძელებთ თქვენ. თქვენ ანგრედით ეკლესიებს არ იყავით თქვენ ეს ვინც ეკლესიებს სატვირთო მანქანებით ანგრევთ და ლეწავდით? არ იყავით ჩვენს ბერებს და მამოებს რომ მოსდევდით? თქვენ არა ხართ ეს ხალხი? თქვენ არ ებრძვით ჩვენს დედა ეკლესიას? თქვენ არ გაგვიუქმეთ ჩვენი ეროვნება? თქვენ არ ჩამოგვართით მამების სახელი? ეს არა ხართ თქვენ? ვინც დღეს იქ დგეხართ რუსთაველზე და ვითომ ევროკავშირს რო გაგკვირი ხარ და ვითომ თქვენ პატრონად რომ მიგაშნიათ საქართველოს დამღუპველის ვაი ევროკავშირის წარმომადგენლები? თქვენ არ ხართ ეგ ხალხი? ჩვენ არ გვინდა თქვენ თუ ამ მოცემულობით გააგრძელებთ შემდეგში ისევ ასე აი ამ ქვეყნის გადატრიალებას და მთავრობის დამხობას მიიღებთ ბუმერანგს, ისეთ ბუმერანგს მიიღებთ, რომ სულ კუდით ქვაგექნებათ სასროლი. როგორ ბედავთ თქვენ რომ გინდათ აქ ქვეყანა გადააბრუნოთ და უკრაინას დაამსგავსთ. როგორ ბედავთ. სწორედ 2008-ში იყო, რომ ჩამოვიდა ლეხ კაჩინსკი ბატონი. რო ჩამოვიდა იუშენკო ბატონი, რო ჩამოვიდნენ პრიბალტიის ხალხი და მოაწყეთ ის რაც მოაწყეთ თქვენ, დიახ თქვენ ნაცფაშისტებმა, ევროპის მღაღადებლებმა და ევროპარლამენტარის მონებმა, ფულით და სულით მონებმა. თქვენ მოაწყეთ 2008 წელი და სწორედ ჩვენმა პატრიარქმა გამოიყვანა ჩვენი მიცვალებული ახალგაზრდები. თქვენ ყველანი დატოვეთ, ჟანგიანი იარაღი დააკავეთ, მილიონები იშოვეთ და მერე მოკურცხეთ საქართველოსთან. აი ეს ხართ თქვენ და თქვენ გინდათ საქართველოს მოქალაქეები დაგედგნენ? როგორ ბედავთ თქვენ ამას? როგორ ბედავთ? და დღესაც ახლა წინა კვირაში რო ჩამობრძანდნენ მეთქი რო თქვა რომ მერიდება ახლა რისი ღირსებიც არიან ისინი ვინც თქვენთან ჩამობრძანდნენ ჭალებში ჩამობრძანდნენ ის ევროპარლამენტარები ვითომ ისევ იმ განრიგით მაშინ რო იყვნენ რა გნებავთ ისევ ომი გინდათ 2008 წელი მიიღოთ? ვერ მიიღებთ. ამის პირობას გაძლევთ, ვერ მიიღებთ. იმიტომ რომ დღეს თქვენ გამყიდველები არ მართავთ სახელმწიფოს. თქვენ არ ახართ მთავრობაში. დღეს არის ოცნება. აი თქვენი აი ეს ძვალი რომელსაც თქვენ ვერ იდელებთ. აი ეს გარი დიახ ეს პარტია არის ოცნება, რომელმაც თქვენ გასაქანი არ მოგცათ და ფრთები დაგატეხათ. ეხლა ვერ ეგუებით აი ამ თქვენ უნიათობას, თქვენ ქუჩაში ხალხის დაუმორჩილ ვერ გამოყავთ, ვერ იმორჩილეთ ვინც გამოყავთ ის და რაღაცებს იგონებთ, ხან რას, ხან ლეწავთ, ხან წვავთ და გამოყავთ ის ბავშვები.
500-მდე იყო ადმინისტრაციულად დაჯარიმებული და 32 არის დაპატიმრებული და გმირად გამოვყავთ. ვინ გამოვყავთ ქვეყნის გმირად? ვინც ეროვნულ საქართველოს გადამრჩენ ეკლესიის გადამრჩენ ხალხს გებრძვით? თქვენ ებრძვით ეკლესიას, ისინი იცავენ. აი, ვინ ხართ თქვენ? დაფინანსებული საქართველოს აგენტები. სწორედ თქვენ არის 28-ის მერე რო არ მოგეწონათ კობახიძემ რო გითხრათ რომ დავამთავროთ ევროკავშირის 28 წლამდეო საუბარიო, არ მოგეწონათ, იმიტომ რომ დაფინანსებით წყარო გადაგეკეტათ. აი თქვენ რა განერვიულეთ. ეს არის თავი და ბოლო. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემი აზრით, შაშე რო გაიტანეს ის გამჭვირვალების კანონი. თუ კი ჩემი საქართველოს გადარჩენა გადის გამჭვირვალობის კანონს, რატომ უნდა გამოვიტანო? რატო? იმიტომ რომ თქვენ დაფინანსება აიღო და არ ჩანდეს სადრაში იხარჯავთ? იმიტომ რომ თქვენ მოლოტოვის კოქტეილები იყიდოთ? იმიტომ რომ ჩვენს პოლიციას, რომელიც თლიან საქართველოს იცავს, მთავრობას იცავს, თქვენ ესროლოთ და განადგუროთ და დაწოთ. რამდენი პოლიციელია დაავადებული, დასახიჩებული ნაოპერაციები? გიკითხიათ ვინმეს? ეს არ ადარდებს ევროკავშირს და მათ წევრებს. მარტო იმას იძახიან, რომ აი რატო დაიჭირეს პიროტექნიკის მსროლელი, უნდა დაიჭირო და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ყველა ის ახალგაზრდა, ვისაც ტვინია გამორეცხი და საკმაოდ დრო გავიდა 20 წელია ევროპა და ამერიკა ჩვენ შვილებს ტვინებს ურეცხას, ყველა უნდა დაიჭიროთ. ყველა ვისაც ის იარაღები ჰქონდათ, ვინც პოლიციელი დაასახიჭრეთ, ვინც წაუკიდეთ და დაწვიდა სხვის კერძო საკუთრებას ანადგურეთ, ყველა უნდა დაისაჯოს უმკაცრესად. მე რა ჩვენი შვილები არიან? ჩვენი შვილები ჩვენ მტრად გვიქციეს ჩვენ ევროპელებმა. აი ამიტომაც უნდა მიიღოთ საკადრის პასუხი. ასე რომ ასანქცირონ, წერონ და იკითხონ. ასანქცირებენ რუსეთს და ძალიან ბევრი და იმაზე გაცილებით მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე მათ აქამდე ჰქონდა. ასე რომ ეს პოლიტიკა ესეა, ბატონო დავით, რომ ვიტყვი, რომ მისასალმებელი წელი თუ კი დაგასანქცირებენ, ესე იგი ანგარიშ გასაწევი ადამიანი ხართ, ამიტომ დაგასანქცირეს. ძალიან არ ჭირდება ახლა თქვენი დასანქცირება ან არა. წერეთ და იკითხეთ, არ არის პრობლემა. სხვას უკეთეს არ ცველო ჩვენ ევროკავშირიდან. იმიტომ რომ თუ კი ეს ეკლესიაზე გადის, ჯობია დაგასანქცირონ, შენ დედა ეკლესიას არ უღალატო. ეკლესიაზე კიდევ ვისაუბრებთ ჩვენ გადაცემის მსვლელობისას და თქვენ ახლა ევროკავშირიც ახსენეთ. პაվել ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს ასეთ რამეს, რომ ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ციტატაა მინდა მაღალზე უკრაინაშია. უკრაინაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ქვეყანა დემოკრატიულ ტრაექტორიას დაუბრუნდება და გაწევრიანება განახლდება. ირაკლი, თქვენთან გადმოვა. ახლა დღეს ჟურნალმა გავლენიანმა გამოცემა პოლიტიკომ პირდაპირ დაწერა, აი შავით თეთრზე არის მითითებული, რომ არათუ რეცესია ევროკავშირის ეკონომიკას და მთელ რიგ ქვეყნებს, მათ შორის ფლაგმან ქვეყნებს ჩამოშლა ჩამონგრევა ემუქრება. და საფრთხეს გრძნობენ ტრამპის გაპრეზიდენტების თანავე, ვინაიდან ტრამპმა უკვე ერთხელ დაიმუქრა, რომ ბაჟის გადასახადს აუწევს ყველა ქვეყანას 20%-მდე. ამ რეცესიაში მყოფ ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც ახლა აი ერთი ერთს ამბობს, რომ მარაგები არ აქვს ნავთობზე, მეორეს გაზზე არ აქვს მარაგები, მესამე მსხვილ ავტომწარმოებლებს ხურავს და გაფიცული ხალხი პროფკავშირებთან ერთად გამოდის. მანამდე გვახსოვს ჩვენ საფრანგეთში ყვითელი ჟილეტები და როგორ ძმარსადენდნენ დემონსტრანტებს ცხვირიდან. ჩვენ გვასწავლიან აქ ჭკუას, ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ გაუსწორდნენ ძალოვნებს. მომზადებულია ეს აქციის მონაწილეები და ისინი იქ რა დღეში აგდებდნენ თავიანთ ამ აქციის მონაწილეებს. და ეს მაკრონი გამოდის ჩვენ გვარიგებს ჭკუას, ნუ გუშინ მუსრი გაავლო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მაკრონს. ეს კრიტიკაც არ იყო. ძალიან რაფინირებული დიპლომატიით, ნუ ახლა საკმაოდ განათლებული კაცია ილჰამ ალიევი. მე გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, როგორ ოპერირებდა უზადო დიპლომატიით, თან კრიტიკაზე უფრო მწვავე და ხისტი დამოკიდებულებით უშუალოდ საფრანგეთის და მისი ხელმძღვანელის მაკრონის მიმართ. failed state უწოდა საერთოდ, არ შემდგარი ქვეყანა უწოდა საფრანგეთს. ნუ მოიშველია რომ იქ იყვნენ მწერლები, ხელოვნების მოღვაწეები, რა ვიცი, აი ძალიან ბევრი რამ შეიქმნა საფრანგეთში. მაგრამ აი რაც ახლა ამჟამად ხდება, ეს არისო შეუმდგარი ქვეყანაო, ალიევმა თქვა. ხო და ეს ხალხი ჩვენ ჭკუას გვარიგებს, ნუ ის რომ ძალოვნები დაასანქცირეს ერთია, მაგრამ თავარი მე რაზეც დავიწყე საუბარი. ტრამპის გაპრეზიდენტებით შესაძლოა ევროკავშირი აღმოჩნდეს ძალიან ცუდ დღეში. და ეხლა აი ამ ელჩის
ეს განცხადება, რომელიც კვლავ ესეთი ნიშნის მოგებით ბორელისეული რომ ჩვენთან 64-ია და თქვენ ყველა სხვა დანარჩენი ჯუნგლები ხართ, კიდე მიდის ეს დამოძღვრა, რომ ახლა ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან დაბალ ნიშნულზე, ვალს გვადებს. ხვდებით ხო, რას ვიძახი? და თქვენი შეფასება როგორი იქნება იმ რეალურ ვითარებაში, რაც ახლა არის მთელს კონტინენტზე, ანუ ევროპას გულისხმობ, ამ ბებერ ევროპაში იგულისხმება. როგორ იქნება ეს ყველაფერი ასახული, თუნდაც ჩვენს მიერ წარმართულ პოლიტიკაზე. გამარჯვებათ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან საინტერესო კითხვა ამ ევროპასთან დაკავშირებით ზოგადად. საერთოდ უნდა ითქვას, რომ დასავლელი ინტელექტუალები ამ ეკონომიკურ სფეროში და იმის წარმომადგენლები მსოფლიოს ყოფნენ დიდი სპეციალისტები მსოფლიოს ყოფენ ორ ნაწილად ბირთვი პერიფერიის მოდელი. ბირთვი, რომელიც ტექნოლოგიებია განვითარებული და პერიფერიები, რომელიც რესურსებს ღებულობს ამ ტექნოლოგიებისათვის და აწარმოოთ რა გარკვეული პროდუქტი და შესაბამისად მე მოხდეს მის რეალიზაცია. ამ კონცეფტის პირობებში რუსეთი მათთვის იყო ძალიან იაფი რესურსების მიწოდებელი სახელმწიფო. თუმცა თქვენ ძალიან საინტერესო ბრძანეთ ალიევის სიტყვა ტერმინი გამოიყენა, რაც ალიევმა გამოიყენა არშემდგარი სახელმწიფო. ამ მათი არშემდგარობიდან გამომდინარე და არშემდგარი სახელმწიფოს თავარი ერთ-ერთი პარამეტრი რა არის, რომელიც ვერ აწარმოებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. ეს სახელმწიფოები ევროკავშირის ზოგადად, ევროპის ისტორია ვიცით რა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ როგორ აღმოჩნდნენ მარშალის გეგმა და შემდეგ ეკონომიკურად სამხედრო თვალსაზრისით მიბმული შეერთებულ შტატებზე. შესაბამისად, ამან გამოიწვია მათი დესუვერენიზაცია, დესუვერენული პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფოებრიობაზე აქვს რა პრეტენზია, ის ითვლება ისეთ არშემდგარ სახელმწიფოდ. ერთ-ერთი პარამეტრი ეს არის ყოველ შემთხვევაში. შესაბამისად, ამ ომის მერე, როდესაც წარმოვიდნენ სანქციებს და აყვნენ თავიანთ პატრონს, ოკეან გაღბილ პატრონს, ხო? ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, როგორც ადრე გადაცემებში ჩვენ ვთქვით, და ამ რესურსებზე ფასების აწევა, სხვადასხვა ხერხებით, სხვადასხვა საშუალებებით ხდება მათი ხო. ნებისმიერ ვარიანტში ხდება მიწოდება ამ რესურსების ევროპელებისათვის, თუმცა ხდება ფასის გაზრდა. ეხლა თუ დავუმატებთ ტრამპის პოლიტიკას, ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს საბაჟვიმების აწევას, ხო? და ახლად 20%-მდე უბრძანეთ თქვენ. ეს რა თქმა უნდა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ევროპულ ეკონომიკებს. უკვე დაიწყო ეს პროცესი, რღვევის პროცესი, ბევრი ინდუსტრია დაიხურა, ბევრი კიდე შემცირეს თავიანთ ინდუსტრიებში დასაქმებული მუშები, ბევრი შეერთებულ შტატებში გადააქვთ და ასე შემდეგ. შესაბამისად სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს ევროპაში. საერთოდ რო ავიღოთ ამას შეიძლება საერთოდ სოციალურ აფეთქებებიც გამოიწვიოს ამ ევროპულ სახელმწიფოებში. და ეს ლიბერალ ხარჩინსკი რასაც ბრძანებს ახლა და ვალს გვადებს, თუმ დემოკრატიის ასე ვთქვათ ნიშნული დაბლა დაეცა საქართველოში. ამათ სერიოზული პრობლემები ექნება რევოლუციების თვალსაზრისით. დღეს იმანაც განაცხადა, ხო, დღეს წავიკითხე ყოველ შემთხვევისთვის. ქალბატონმა, ნაციონალ ფრონტის ლეპენმა. ფაქტობრივად მაკრონი უწოდა არის არალეგიტიმურია, ლეგიტიმაციის ხარისხი არ აქვს რომ მართოს ეს სახელმწიფო. შესაბამისად ეს კრიზები კიდე გაძლიერდა გერმანიის მაგალითი ავიღოთ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა ასეთი პოლიტიკური კრიზისი რა იწვევს? პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკური კრიზისები იწვევენ. ამ პოლიტიკურ კრიზისმა გამოიწვია რა? ახალი არჩევნები, მთავრობის გადაყენება თუ გადადგომა საფრანგეთში და შესაბამისად მართლობის სისტემები იშლება ამ სახელმწიფოებში. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. ტრამპის მოსვლამ ფაქტობრივად ასე ვთქვათ, ყელი გამოჭრა ამ ევროპულ ლიბერალურ კაპიტალისტურ სისტემებს. შესაბამისად დაიწყება აქ სერიოზული პრობლემები წავა, რაც უკვე აღუნიშნე, რომ სოციალურ აფეთქებებით შეიძლება გამოიწვიოს ამან ევროპაში და რევოლუციურ პროცესებითაც შეიძლება წავიდეს იქ სიტუაცია. ეხლა მთლად როგორც მარქსს წარმოედგინა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ესე არ იქნება და მუშათა კლასი ვერ მოვა იქ პროლეტარიატის დიქტატურა არ დამყარდება, თუმცა კონსერვატორები, რომლებიც ევროპულ პოლიტიკურ სისტემებში უკვე ინტეგრირებული და ინკორპორირებულები არიან, ამათ სერიოზული შანსი ეძლევათ უკვე მოვიდნენ ხელისუფლებაში ევროპულ სახელმწიფოებში. ეს მთლიანად გამოიწვევს იმ პროცესს, რაც უკვე დაწყებულია, ხო, ადრეს ვამბობდით, რომ სტრუქტურული ტრანსფორმაცია საერთაშორისო სისტემის დაწყებულია და შესაბამისად ეს აისახება ევროპაზეც და ევროპულ სახელმწიფოებზეც. და რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკას, მე ვთვლი, რომ ეხლა კიდევ ვიმეორებ, მე ოცნების აღმოჩენილი არ ვარ და არც ოცნების მომხრე არ ყოფილი ვარ არასოდეს.
თუმცა ამ ვითარებიდან გამომდინარე მათი საგარეო პოლიტიკა ძალიან მოზომილია, დაბალანსებულია და შესაბამისად როგორც ჩანს ეს ოცნების ხელისუფლება ელოდება თუ როგორ მოხდება ძალთა ბალანსების გადანაწილება საერთაშორისო სისტემაში. ბატონო ირაკი, თქვენ არ ხართ ჩემს ამოჩვევი, მაგრამ გორში ჩახვედით და მიეცით ყოლწნებას რა. ნუ ეს სიტუაცია იყო რა, რომ რეფერენდუმიდან გამომდინარე. ჩვენ ქვეყნის სიყვარული ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. კი ბატონო, არა, მე ვამბობ წმინდა კონცეპტუალურად და სოფხედულობრივი თვალსაზრისით. ხა მე არ მჯერა, აგალ გუშინ წინ ლიბერალი იყო და დღეს რო გამოვიდა კონსერვატორი ვარ ვიდა. ასეთ ადამიანები კი არის ასეთებიც არიან. მე სიმართლე გითხრათ, კი ცოტა სკეპტიკურად კი ვარ განწყობილი, თუნდაც ოცნების მიერ ახლა მესმის ის ალგორითმი, რასაც მიყვება ოცნება, სრულიად გასაგებია და ვერ დაძრახავ, ვინაიდან გეოპოლიტიკური სურათიც იცვლება ერთი, ტრამპს ჰქონდა იგივე პოსტულატები, რაც ოცნებამ გვახსოვს აქ რომ იყო მცდელობები ამ LGBT პროპაგანდის და ხიდის ქვეშ გროვდებოდნენ და რამის პრაიდები მოაწყეს, მაგრამ შემდეგ ოცნებამ შეცვალა ეს პოლიტიკა, ანუ უფრო კონსერვატიულ რელსებზე გადავიდა და ამჟამად არის მოლოდინი რომ ისინი გაუგებენ ტრამპს. მაგრამ არა იმ კონტექსტში, რასაც ახლა ოპოზიციის მხრიდან მიმდინარეობს ბულინგი, რომ აი ნებისმიერ შემთხვევაში ტრამპი იმაზე უარეს მოგწევთ ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციო. არამც და არამც. უბრალოდ მე აქ სკეპსის გამოვხატავ იმაში, რომ შტატებს როგორც მაინც ჰეგემონს პოლიტიკურ რუკაზე და ეს ცდუნება ვფიქრობ ტრამპს მაინც ექნება მიუხედავად იმისა რომ მას ცოტა სხვა გეგმები აქვს საკუთარი ქვეყნის გაძლიერების მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვინ იქნება უფრო დაპირისპირებული რუსეთთან დაპირისპირება კი არ იგულისხმება რომ მაინც და მაინც რუსეთს სამხრეთ საზღვრებზე ნატოს განულაგებენ ან დაუძაბავენ ვითარებას უბრალოდ მას სავაჭრო თამასისთვის ჭირდება თუნდაც არა კონსერვატორი, არამედ შეიძლება ლიბერალი იყოს ეს, მთავარია მას კონდეს უფრო მეტი ბერკეტი პუტინთან სალაპარაკო. ნუ ეს არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა, პოლიტიკა, როგორც უკვე აღუნიშნა რამოდენიმეჯერ ამ თქვენთან გადაცემაში, ეს არის ვაჭრობა ჩვეულებრივი. და შესაბამისად მას ჭირდება რაც შეიძლება მეტი ტრამპს თავის კუთხით, პუტინს თავის კუთხით, რაც შეიძლება მეტი გამოივაჭრონ ერთმანეთისგან. აი ხა დღეს საინტერესო განცხადება გააკეთა იმან პუტინმა. ეს მიმართული იყო პრესკონფერენცია იყო კი. დღეს საინტერესო განცხადება არის ტექნოლოგიურ იმას ბოლოსთან დაკავშირებით. კი ბატონო. ეს იმის მანიშნებელი იყო ფაქტობრივად როგორც ტრამპი ვაჭრება, შესაბამისად ამას დაუწყო ვაჭრობა თავის მხრიდან. ნახოთ რა გამოვა. ნახოთ, კი ბატონო. და სანამ ნატოსთან გადავა რა არის? ეს არის კონსენსუსამდე მის კომპრომისების ხელოვნებაა რა. კონსენსუსამდე მივა ასე დიწყება ყველა წევს მაქსიმალურ თამასას და მე შემდეგ მოდივართ ამ იმამდე რა ქვია, საბოლოო შეთანხმებამდე, გადაწყვეტილების მიღებამდე. ნუ პროცესი რო დაწყებულია ამ შეთანხმების პროცესი და საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი რო დაწყებულია, ეს ცალსახად უკვე ჩანს ყველა მიმართულებით. ახლა თუნდაც ჩვენის ხელისუფლების, ანუ ამ შემთხვევაში ოცნებაზე მაქვს, მათ საგარეო პოლიტიკაზეც კი აისახება ეს. დაბალანსებული და ძალიან სწორი, მინდა ეს უბრალოდ აღნიშნო, ამ ეტაპზე ძალიან სწორ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს. არც იქით ახდენს გადახრა ზედმეტად დასავლეთისკენ, არც ჩრდილოეთისკენ. შესაბამისად, ამით ცდილობს ურთიერთ შეკავების პოლიტიკის მეშვეობით, ცდილობს მაქსიმალურ სუვერენიტეტის გამყარებას. რაც შეეხება მე ხა გამახსენდა ჰერჩინსკის განცხადება დემოკრატიასთან დაკავშირებით. და ნებისმიერ დემოკრატიის თეორეტიკოსს ნებისმიერ უნდა წაიგეთ, ხო? საერთოდ დემოკრატიის ფორმირება და მისი განვითარება ხდება პირდაპირ ყველა წელს ამას სუვერენულ სახელმწიფოებში. უბრალოდ იმათ წარმოუდგენია დემოკრატია ისე, როგორც მათ ჭირდება და მათ სურთ. ეს მიხეილ სააკაშვილიც კი იყო მათთვის დემოკრატიის შუქურა. გვახსოვს რა? არჩევნები 2008 წელი იყო თუ არ ვცდები, ხო? არჩევნების შედეგები შეჯამებულიც რო არ იყო. და ისე მიულოცა ჯორჯ ბუშმა. ამიტომ არის მათ დემოკრატია საერთოდ არ აინტერესებთ. აქ არის გეოპოლიტიკური ინტერესები და ვინც უფრო უკეთესად მოახდენს შეერთებული შტატებისათვის, მათი გეოპოლიტიკისათვის, იმ ინტერესების რეალიზაციას, რაც მათ აქვს ჩანაფიქრში, ხო? ის მათთვის არის დემოკრატიის რაღაც შუქურა. ის ხელისუფლება მნიშვნელობა არ აქვს, ხა. რომ დავიწყოთ ისეთ ადამიანებთან და ისეთ პოლიტიკურ ფიგურებთან თანამშრომლობდნენ, ხო? ცნობილი ფრაზა ზაღლიშვილი, მაგრამ ჩემი ზაღლიშვილის ვარიანტია რა. ნუ მე მესმის ამერიკელების მათ თავიანთ გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, ისე უნდა გაუგოთ რუსებსაც, იმათაც თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს. უბრალოდ ამ გეოპოლიტიკურ ინტერესთა ჭიდილში როგორ გამოზებნის შენს ადგილს. ეს არის მთავარი ამოცანა ნებისმიერი პატარა სახელმწიფოს, პატარა
არაზე სახელმწიფოს ასე ვთქვათ, რომ უკრაინაში ვერ გამოძებნეს 50 მილიონი არამსთვის პატარა, ხო? მათი ამოცანა როგორ ჩაჯდებიან ამ თამაში. ისე რომ არ დაზარალდნენ უსაფრთხოება უზრუნველყო პირველ რიგში, უსაფრთხოება უზრუნველყო თავის ქვეყნის და უსაფრთხოების უზრუნველყო იწვევს რა ტერიტორიულობის შენარჩუნებას და არარღვევას და შესაბამისად ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობის უზრუნველყოფას საკუთარი მოქალაქეებისთვის, საკუთარი მოსახლეობისათვის. რაც ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ეს ოცნებამ შეძლო ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. ნუ ეს უარყოდ ან გიჟები უნდა ვიყოთ ან სულელები რა. თუ ობიექტურად გავაკეთებთ ანალიზს ეს ასეა. კი ბატონო. და ამის მაგალითია პარალელურ მაგალით რომ მოვიღოთ, ვინც ვერ შეძლო ეს. რა დღეშია უკრაინა, ხო? რასაკვირველი. უკრაინა უბრალოდ უკრაინის ხელისუფლება ასე ვიტყოდი, უკრაინა ხალხს. ნუ რა თქმა უნდა, არა ხალხზე არც ვეხები, ხალხს არც ვეხები. გადაყვა თავის ამბიციებს იმ გაგებით რომ ის არის დიდი, კლანკი, ყოვლისშემძლე, ყველაფრის მწარმოებელი, ყველა ტექნოლოგიების მქონე, რაც საბჭოთა კავშირიდან. ისიც იყო იმას. ხო, არა, ამას რა თქმა უნდა არ ამბობს, თუნდაც ის ერთადერთი რეკორდსმენი თვითმფრინავი, რომელიც ეს მრია 225, რომელიც ერთხელ თბილისშიც დაჯდა თბილისის აეროპორტში და ხალხი სპეციალურად მიდიოდა და გვახსოვს ალბათ ოსტომელის აეროდრომზე პირდაპირ ააფეთქეს რუსებმა, იქაც ტყილა არ მოხდა ეს. ნუ რუსებმა როგორც ახსნეს პრინციპში რამდენად ტყილია და მართალი არ ვიცი, მაგრამ ბინძური ბირთვული ბომბისთვის შესაძლოა ეს თვითმფრინავი გამოყენებულიყო აი ამ ურანის ტრანსპორტირებისთვის. ნუ ეს როგორც ვერსია ითქვა. და ისინი ამაყობდნენ რომ ეს ჩვენ შევქმნით ეს თვითმფრინავი, იმიტომ რომ ანტონოვის კორპორაცია, საავიაციო კორპორაცია საბჭოთა კავშირის დროს იყო შექმნილი. და იყო ერთ-ერთი 4-დან ავიაგიგანტი, რომელიც სატვირთო და სამოქალაქო ავიაციაზე იყო პასუხისმგებელი. მე დღეს წავიკითხე რა იმის ზელენსკის რაღაცა მოკლე ისეთი იყო რა ინტერვიუსავით. ნუ განცხადება ჩვენ რაღაცა მოლაპარაკებებზე არ წავალთ, ჩვენ აი ისე საუბრობს და ისეთი ტონით, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იყო. ვინ ეკითხება ზელენსკის როდის დაამთავრებს? როცა ეტყვიან, მაშინ დაამთავრებს. თუ არ დაამთავრებს და თავს მოაძრობენ თავს. დაამთავრებენ. ამაზე იყო შეკითხვა, ანუ დღეს იყო ყოველწლიური შემაჯამებელი პრესკონფერენცია რუსეთის პრეზიდენტის და რა ეშველება ზელენსკისო. ნუ ზელენსკი ხო, ნუ ეს იყო ხუმრობანარევით ალბათ რომ ჩვენ უბრალოდ იქ რუსეთის კონსტიტუციაც როგორც პირი უცხო ქვეყნის მოქალაქე რომელიც ითხოვს თავშესაფარს ვალდებული უნდა განიხილოს ეს და ალბათ ესეთი ხუმრობანარევი განცხადება იყო, მაგრამ სხვა შემთხვევაში დავასრულებ ბოდიში, ანუ სხვა შემთხვევაში უბრალოდ იქ მან თქვა რომ მას გაიყვანენ ქვეყნიდან, მაგრამ აი როგორ დაასრულებს ის, ანუ გაყვანა დაადასტურა, მაგრამ აი ეს დასრულება არ დააბოლოვა. როგორ ჩავაბოლოვდა? ხო, ანუ სავარაუდოდ მოკლავენ. ხო, ალბათ შესაძლოა ესეც კი იგულისხმა. ამიტომ არ ვიცი. შესაძლოა თვითონ ამერიკამაც მოიშოროს და რუსეთს საერთოდ არ იყო საჭირო იმდენი მარიონეტი, გამოყენებული მარიონეტი არავის რაფერს არ ჭირდება. იმას აუცილებლად მე საბოლოოდ კლავენ. მით უმეტეს ამერიკის ხელწერ არის ეს. ირაკლიმ ასევე თქვა, მიუბრუნდები ამ პრესკონფერენციას, იქ საინტერესო გზავნილები ქონდა პუტინს, გარდა იმისა, რომ ძირითადად საუბარი დაეთმო თავად რუსეთის შიდა პრობლემებს, ეკონომიკას, იქ მოსახლეობის პრობლემებს, ასე ვთქვათ. ამ არეშნიკზე, ამ უახლეს იარაღზე ტელემაყურებელმაც უბრალოდ რო იცოდეს, ახლა ვინც რუსული იცის და ვისაც ქონდა შესაძლებლობა ენახა ეს პრესკონფერენცია, რა თქმა უნდა, ყველაფერს მოისმენდა და გაიგებდა, მაგრამ მან თქვა ასეთი რამე, რომ ახლა ბევრი ექსპერტები, დასავლელი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს რა რაკეტა, ამას ჩვენ წინ აღუდგებით და პრობლემა არ არის, გაუნებელყოფთ. შესთავაზა ასეთი რამე, რომ თქვათ, ნუ ეს სარკაზმი ქონდა რა თქმა უნდა ნარევი, რომ თუნდაც კიევში შეარჩიონ ნებისმიერი ისეთი ობიექტი და ესეთი ტექნოლოგიური ექსპერიმენტი გავაკეთოთო ამ შეჯახებისო. ორი ქვეყნის ფიშვის თვალსაზრისითო. თუ კი რაიმე სისტემა არსებობს რაკეტსაწინააღმდეგო მსოფლიოში და მან ჩამოთვალა იქ ტექნიკური პარამეტრებიც, როგორც ჩანს, კარგად იცის, როგორც თავისი რუსული, ასევე საზღვარგარეთული, აი ეს მთელი სისტემები, პატრიოტი შეიძლება უდრიდეს S300 რუსულს, ან ის მეორე სისტემა უფრო მეტად უფრო თანამედროვე
რომელიც შეიძლება ეს 400 უტოლდებოდეს, მაგრამ უფრო სუსტია. ყველაფერი განათავსეთ იქ კიევში იმ წერტილშიო. და ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ერთხელ ამ ორეშნიკსო და ნახავთ რა მოხდება. ქობინიდან შორდება ეს ბაიზარიად, როგორ არის ქართულად, თვითონ ეს დამრტყმელი ძალის ბირთვი ქობინიდან შორდება წამებში. ანუ ეს არის ჰიპერბგერითი. ანუ ზებგერითი კი არა, ჰიპერბგერითი. ანუ ზებგერა გამრავლებული 20 ჯერ. ანუ 20 მახი, 10 მახი გააჩნია ნუ მახებში. და ამის გამგონე, ახლა ხო ლოგიკურია და ბუნებრივია, რომ პენტაგონშიც გაფაციცებით ამას ყველაფერს ისმენენ. ყველა იმ სამხედრო ცენტრში ნატოს სარდლობაში და პესკოვმა შემდეგ დაადასტურა, რომ ახლა მე გაძლევთ გარანტიას, რომ პუტინის პრესკონფერენციის მერე ამ ყველაფრის გაშიფრვა მიმდინარეობს. ეს ესეა თავის თავად. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში აი ასეთი ვითარება და ასევე მე გამიკვირდა სიმართლე გითხრათ ფიზიკურად ვერ შევძელით უბრალოდ ახლა იქ გამგზავრება, მაგრამ პუტინი შემდეგ ასევე ამბობდა, მანამდე გააკეთა პესკოვმა განცხადება, რომ ვუპასუხებ კითხვებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. 4 საათნახევრის განმავლობაში საქართველოზე ეკითხვა არ დასმოლა. ეს არის მინუსი ბატონო დავით ჩვენი მთავრობის. კეთილი უნდა გენებათ ჩვენი მთავრობის. რა ვიცი, ახლა ვისაც ხელგეწიფებათ ეს და ვისაც პირდაპირ გადის ეს ჟურნალისტური ხაზი, აუცილებელიც იყო ჩვენი წარმომადგენელი ყოფილიყო იმ პრესკონფერენციაზე და დაესვა ლეგიტიმური, ადეკვატური პასუხები. რაზეც მივიღებდით, ნახავდით შეკითხვები და ნახავდით რას გვიპასუხებდა. ეს იყო ყველასთვის მნიშვნელოვანი. პასუხით და შეკითხვაც მთელი მსოფლიო იქნებოდა ჩვენ იმის პასუხის მოლოდინში, რას გვიპასუხებდა. ჩვენ აქ მხოლოდ შეგვიძლია გავაკეთოთ მოდელირება, რომ თუ კი რომელიმე ჟურნალისტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დაусმევდა კითხვას და ისიც გაიხსენებდა იმას, რომ პრეზიდენტი, რომელიც უკვე უნდა გამოვიდეს იმ რეზიდენციიდან, ყოფილი პრეზიდენტი და მისი ბიძა მუშაობდა აბვერზე. წარმოგიდგენიათ, როცა რუსეთი ელოდება 80 წლის აღნიშვნას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაზე და ყველას ეპატიჟებიან, რა პასუხი შეიძლებოდა მოყოლოდა ამას პუტინის მხრიდან. ძალიან კარგი იქნებოდა ამასაც თუ ითქვა. რომელსაც ოჯახის წევრები ყავს დაკრძალული იქ. ნაცისტის შვილიშვილია, რომელმაც ჰოლოკოსტში მიიღო მონაწილეობა და დღეს გამოდის აქ მშვიდობის მტრედია, ტუტუცი თავხეთ ბრიყვი, გაუნათლებელი, რა თქმა უნდა შენი განათლება და ჩვენს პრეზიდენტს ეცილება დიპლომი არ აქვს. ფარატინა ქაღალდი კი არა ქვეყანა როგორ იყოს, რას წარმოადგენს ქვეყნის ეს თქვი, ვის რა თუნდა შენი დიპლომი შეერთუ ჯრედიანო საქართველოს მოძულე კალბატონო, ვის რა თუნდა, როცა ტას გიკრავენ საქართველოს განადგურებაში და ბედნიერი ხარ, ჩაგიცვია ეს თეთრი პიჯაკი და ხალი მართლა სტალინი ხო არ ეგონია თავი კიტელში რო გეგონა თავი და თავი მოგქონდა მწარეთ მასავით რაღაცა გეგონა შენი თავი რო ტაში დამიროს ვინ დაგიკრა ვინ საქართველოს გამანადგურებლებმა ვინ და რა რითი ხარ ბედნიერი შენ ან თუ კი მაკრონის ის შეიძლება ლეპენმა ხელახალი არჩევნები და დატოვოსო არავინ მას ანგარიშს არ უწევს შენ და საქართველოს რომ არ გიწევს არავინ ანგარიშს რატო არ შეიძლება გამობრძანება როცა დაგიმთავრდა და გადაგირჩიეს და ჩვენი შეცდომა იყო 2018 წლის არჩევნები თქვენი შეცდომა ჩვენ მაშინ ვეცით პატივი ბატონ ბიძინას რომ თქვენ არც მაშინ 10% არ გაზედა მას თქვენ მოღალატეების კედნის თავმოვალო სამარცხვინო კედნის თავმოვალო ჰოლოკოსტის მომწყობო დამხრეტების მონაწილე შენი თავმავალი ყველა არიან მოძულე ხალხ მოძულე ხალხ მარტო ქართველების მოძულე კი არა ფაშისტები ხართ თქვენ ნაცისტი ფაშისტები მოშორდით საქართველოს მოშორდით რა უნდა მოუწყო აქაც გინდა ჰოლოკოსტი მოაწყო რა გინდა რას ეძებს საქართველოში მოშორდით საქართველოს როგორ ბედავს ამას გონია გრიფიცაიდუმლო და არავინ არ იცის ბაბუამისის ეს შაბნელი საქმეები არა ბაბუამისი მელქისედეკი ეს მართლაც იყო სპეცსამსახურების შეფი მენშევიკების დროს მაგრამ აქ ლაპარაკი არიან მიხეილზე რომელიც პლატფორმა ეს ბიძა იყო ზეინაბის ძმა უფროსი როგორ ჩანს მე ბაბუა არ არის სხვათა შორის აქ არ ვიცი შეიძლება უტრირებული იყო ბების ძმა ბაბუა რა არის შთამომავალი ხო არის მაგათ ბებია ხო მისი და იყო და რა გამოდის ბიძა შენი რო არ შემეშალოს ერთი სიტყვით ხო გენეტიკას არავინ არ თხოვ ჩვენ იმას ნათესავია სისხლით ნათესავია და აღძელეს მაგათ გენეტიკას რა მენშევიკების არის ვერსია რომ ერთ-ერთი ვერსია ჩულენბურგთან მეგობრობდა და პირიქით ებრაელებს ეხმარებოდა
არაფერიც იყო დაპირისპირებული ჰიტლერთან. პირდაპირ დეს მასალები სადაც წერია ჰოლოკოსტში იღებდა ესეც მონაწილეობას. ფარულად არაფარულად, მაგრამ იღებდა. ეხლა ჩვენ თანამონაწილეები არ ვიყავით და ექსპერტები ზოგი ისეწეს, ზოგი ესეც, მაგრამ მეტი წერს ამას. სადაც წავიკითხე, მეტი მასალა არის, რომ ეს ღებულობდა მონაწილეობას ფაშისტურ გერმანელებთან ერთად. ანუ ეს არ ვიცი ჩვენ მე კონკრეტულად არ ვიცი რაშია ბევრი სოციალისტი ბევრი რაღაცა მე წავიკითხა მაგალითად პრაღელი ყასაბი რო იყო 53-ში რომ მოკლეს დამავიწყდა მის გვარი გვარს არ აქვს არსებითი იმასთან თანამშრომლობდა ნუ ბევრი რაღაცა მე არ ვიცი თუ კი რამე ცუდი ხდებოდა ყველაფერთან იყო კავშირი და იქ ბევრი საერთოდ და სახეზე გვაქვს პირდაპირ ეს ხაბატონი პარიჟანკა სახეზე გვაქვს მე მსოფლმხედველობრივად მინდა მივუდი ხა ზურაბიშვილს საერთოდ არ ვთანხმებ მსოფლმხედველურ საკითხებში ხა თუ ბაბუამის რაღაც საკითხებს და ვიღაც მე არ მგონია რომ ეხლა ეს ცოდვა გადმოედოს ამ ხალბატონს ამ კუთხიდან გადმოდებულია რა თქმა უნდა გერმანიას თუ ავიღოთ ხო ნაცისტურ გერმანიას ხა მათი შთამომავლები ნუ ყველა იმაში იყო ნაცისტურ პარტიაში იყო მთელი გერმანია და მათი შთამომავლები ეხლა რა ვქნა ხა მას უარს არ ვიტყვი ყველა ისინი ნაცისტები არიან და ამიტომ მე ინგლისში არიან ნახევარი წასული და აი იმ ანგლოსაქსებს წარმოადგენს სწორედ ის გერმანელი ნაცისტი გერმანელები. კი ბატონო, თუმცა სოფხედულ საკითხში მე გეთანხმები თქვენ აი ეს ქალბატონი რაც უფრო ადრე მოშორდება ამ ქვეყანას. საქართველოს მით უფრო დამშვიდდება. რა თქმა უნდა, აი სპეციალურად რავალი გვაქვს ასეთი რომ ვერ მოვიშევთ ან ჩემი ამომრჩეველიო ჩვენ არა ვართ თქვენი ამომრჩეველი 3000 კაცი რო იმოწმებთ დანარჩენი 100 მილიონ 200.000 ჩვენ არაფერი არა ვართ ვინ ახარ საიდან მოხვედი რატომ გაქვს ეს პრივილეგიები რატომ გგონია რომ გაქვს ეს პრივილეგიები და ჩამოიყვანე ევროსაბჭოდან ვიღაც 5-8 კაცი რა გინდოდა ეს რა გინდოდა გგონია რომ დარჩები ვერ დარჩები ვერ გამოყვალ კი არა ისე კარგად გამოყვალ გეიდრიხი რომ ზემაღლა იქნება ისე კარგად გამოხვალ აი ესე ჭიროლის მორჯულებაში როა ესე გამოგათრევენ გარეთ ვის ხო დაგიყენეს მან მატარებელა შიში ხო გაქვს რატო დამიყენეს ეს მატარებელიო ბავშვების გასართების დააყენეს და მოაწყობ ტელეპრესკონფერენცია და ნახმი აქედან არ გავალ ნახოთ ვინ გავალ სამარცხვინო ქალბატონი ხარ შენ ტაში კი არა რაც არ უნდა გიქნან ევროპელებმა საქართველოში ხარ მიუღებელი ყველასთვის მიუღებელი და ერთი მთავრობას მინდა უთხრა ხალხი როცა 3000 არ ცდება რატომ გვიქვით ჩვენ დისკომფორტ და გზას რატომ კეტავთ ამ ერთუჯდიადენები გაყიდულებისთვის რატომ კეტავთ ქალაქს აი რატომ ხართ ნაძვის ხესთან გაშლები გამოფანტულები დადიხართ ზოგი მთვალი ზოგი ნარკოტიკი ზოგი რა ვიცი ექსტაზები და ჯანდაბებით გაბრუებულები და თქვენ რო ბოდიალო და ჩვენ რო ესე შემოვლით დავდივართ და დისკომფორტი გვაქვს და გასვლაში გვიდა თავისუფლად ჩვენ ქალაქში რატომ ხდება და რატომ არ ითვალისწინებს ამას თავრობა მე შემიძლია ვერსია გითხრათ რატომ არის ანუ რატომ ხდება ვინაიდან ის ხალხი ვინც თქვენ ჩამოთვალეთ რომ ზოგი ამფეტამინების ქვეშ რო დადის და ზოგი დაბრკოლებას უქმნის სხვა მგზავრებს თქვათ რომელსაც მართლა ჭირდება აწერტილიდან ბეწერტილში მოხვედრა აი სწორედ ამ ადამიანებისთვის ენრაოდენობით ფინანსები იგზავნება რომ მათ მოაწყონ ეს საპროტესტო ტალღები და ეს მსვლელობები აი ამ მდგომარეობაში ცენტრალურ ქუჩებზე და მეორე მხარე მეორე პოლუსი ანუ ხელისუფლება შესაბამისად ამას იმიტომ არ ზღუდავს რომ იცის რა რომ ისევ საკუთარი მოქალაქეებისთვის აი ამ დაპირისპირებული ჯგუფებისთვის მოდის უზარმაზარი თანხები და ეგრეთ წოდებული ატრაბოტკა ხდება, ანუ ამ თანხების ათვისება ხდება. და თან მეორე უნდა შეიქმნას ანტურაჟი დემოკრატიულობის და პლურალიზმის. თუ ეს ანტურაჟი არ იქნება, პრინციპში მე კითხვა მაქვს, რომ 3 მილიონიან ერს რატომ უნდა კონდეს სხვაობა აზროვნებაში. და 3 მილიონი ადამიანი ერთ ჭკუაზე, რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ელექტორალური ასაკის ადამიანები. ანუ 18 წლამდე. 3 მილიონიან ერს რაში სჭირდება სხვადასხვა მიმართულება. ხო, ვიღაცა იტყვის, რომ აი ლუკაშენკოს აქვს ასეო, მაგრამ ლუკაშენკომ შეინარჩუნა ყველა ქარხანა, რაც კი საბჭოთა კავშირის დროს დაუტოვეს უნიკალური ჩარხებით, მაგრამ აი ერთ-ერთი დეპუტატი რო არის. ლელოშია თუ არ ვწდები ის. ანა ნაცვლიშვილი კი მამამისი ამბობენ რომ ქუთაისის ავტოქარხნის უნიკალური ნიკელის ჩარხები დანადგარები რომელიც ამ ანოდირებაზე იყო პასუხისგებელი და რომელიც მართლა ძვირად ღირებულია ხო ყველაფერი ჩამოიწერა და გაიყიდა კაპიკებში გაიყიდა მესამე ქვეყნებში და დღეს მისი მშობლები რუსეთში არიან და რუსეთს აგინებს აი მთელი ეს მთელი ვაივაგლახი ოქსიმორონი ამაში ყველაზე მეტად ბატონო დავით რაც მაღიზიანებს დღეს ნაცების გუნდში დგანან ისეთი
ფაშისტები, რომლებსაც მშობლები, ბებიები, ბაბუები, დედები, მეუღლეები, ეხლა გინდობთ და არ გასახელებთ. გინდობთ. თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობთ. ყველა ვიცი ვინ სად ცხოვრობ და ვინ სად მუშაობთ. ყველა და აგინებთ რუსეთს. დღეს ნაცებს უდგახართ გვერდით. თქვენ ხარ ბნელა ის ხარ გგონიათ. ბნელებს რომ გვეძახით ჩვენ ქართულ მრევლს. ბნელები და სულზე გაყიდულები ხართ თქვენ. ყველა ქართველი ვიცი ვისი მშობლები, ბებიები, ბაბუები, დები, სიძეები, მეუღლეები მუშაობენ და ეწერებიან რუსეთში. დღესაც კი არ დამასახელებინოთ არავინ. თქვენთვის უკეთესია და გონს მოეგე ცოტა. ძალიან კარგად საქართველოში ყველაფერი ვიცით. როგორც ჩვენზე იცით და შეგიძლიათ მოიციოთ, ასე შეგვიძლია ჩვენს თქვენზე მოვიძიოთ და დაგიდოთ ის ფაქტები, ვინ სათხართ მიწერილი, ჩაწერილი, როდის და რანაირად. და ვითომ რუსებს აგინებთ. არც ხვენიათ? თქვენ იკბებოთ მილიონები იშენოთ, ფეშენებელური სახლები შეიძინოთ რუსეთის ხარჯზე, რუსული ფულის ხარჯზე, ხოშტარიესთან ერთად, ვაშაძესთან ერთად. და ვინ ყავდა თქვენ პრეზიდენტში არჩევნებში, ვინ მონაწილეობდა? ვინ იყო ისა მეორე კანდიდატი ნაცებიდან? ვაშაძე არ იყო? არ ბრძანდებოდა? არ არის რუსეთის მოქალაქე ვაშაძე? მე უფრო მეც გეტყვით იმისთვის მოსულა. მოსკოვში მოვხდი, ნუ და ერთ-ერთ ჩვენთვის არ რესტორანში მოსულა. შევედით ვინ არიან და ესენი? მოიტანეს ღვინო. ქართული ღვინო ეწერა რომ made in Georgia, რუსეთში, რესტორანში პირდაპირ ცენტრალურ და გერბი ახატია ესეთი პათეთიური, აი ლოჟის პირდაპირ რა, ჰერალდიკური ამოღებული ამ საბჭოებს რო აქვს განხილვა და აწერია signed Grigori. მეთქი ეს რა ხდებოდა? ეს გრიგოლ ვაშაძის არისო. ანუ გერბი ახატია და წმინდა გრიგოლიო, ანუ წარმოგიდგენთ რამხელა მანია გრანდიოზოსთან გვაქვს აქ უკვე საქმე. ანუ განდიდების მანია. გესმით მეგობრო, და რუსეთში იყიდება ეს ღვინო. გესმით, თქვენი ვაშაძე ღვინოს აწარმოებს და რუსეთში ყიდის, ჭყონია რუსებს აგინებს და კოკაკოლას რუსეთში ყიდის და ჩვენი პარტიის თამადობით რომ აღვადგინეთ ფრენები და ჩვენ საწყალ მოსახლეობას, რომელიც იქ მუშაობს და ფარულად და მალულად მუშაობდა, იმიტომ ამბობს საწყალს, რომ ყველა მილიონერია იქ ჩვენი და ისა ემიგრანტი, აბსოლუტურად, ოფიციალურად ყველა არის ძალიან კარგი მაცხოვრებელი, ძალიან კარგი. იმათ რომ ვიზები მოუხსენით, რომ უვიზოთ შეეძლოთ წასვლა და წამოსვლა და ყოველ 6 თვეში თუ ყოველ 3 თვეში ჩამოსასვლელი არ გქონდეთ, ჩვენ ვართ მოღალატეები პრორუსი პროპუტინი. ვიყო პრორუსიც, ვიყო პროპუტინიც, მაგრამ ჩემი ქართლის კეთილდღეობაზე ვფიქრობდი. მე ეს მირჩევნია, ვიდრე ევროკავშირის ტაში უკრა და ჩემი საქართველოს მიწასთან გამისწორო. ეს ხარ თქვენ მოღალატეებო ერისა. აი ეს ხართ ნაცფაშისტები. თქვენ როგორ უნდა ბედავდეთ საერთოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას? როგორ უნდა გაძლევდნენ თქვენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას? ერის გამანადგურებელი ხალხი. ჭკუიდან შეიძლება ადამიანს 3 მილიონ ერში 12 წელიწადზე ვერ ჩამოვიშოროთ ეს 3 მილიონში. ნუ თუ არავინ არ იქნა ოპონენტის სხვა ოპოზიციაში ვინმე რომ ესენი ჩაენაცვლებინა, მაგრამ არ აწყობს დასავლეთს. რავალი გვაქვს ასეთი დასავლეთის? რავალი გვაქვს რა? ღვთის კურთხეულ მიწაზე რო ვცხოვრობთ, მართლმადიდებლები რო ვართ? ამას არასდროს ვერ მიიღებთ თქვენ საქართველოს და ვერ დაამყარებთ თქვენს დაკრუზე ნაცებ ქართლის დიქტატურას აქ ვერ დაამყარებთ. ბურჭულაძეები გეყოლებათ, ნაცრუშულებიც გეყოლებათ, მევახშე ხაზარაძეც გეყოლებათ, რომელიც ყოველ გადარიცხვაზე თანხიდან თანხში რო გადარიცხო და ბარათი რო გაქვს, იმაში რომ ყოველ მოხსნაზე 6 ლარს, 10 ლარს, ლარს რო გაჭრის, რაში გაჭრის აბსოლუტურად არაფერში. მისი მომხმარებელი ხარ ხო? სად მიდის ეს ფული? დასავლეთში. აი ეს დასავლეთი რო გახჭობს ქართულ მოქალაქეს და ტაშს რო უკრავ სოლოს ისინი საქართველოს ისინი არიან ბანკის წარმომადგენლები სოლო და აი აქციამ რო ჩაიარა გამოვიდნენ მთელი თანამშრომლები და ეს ბრიყვები მართლა ტაშს უკრავდნენ მათ რომ აი გზა ევროპისკენ. ის ევროპა არის შენიცა უფროსი დღეს. შენ რომ მინიმალური ხელფასი გაქვს და ცეცხლს თუ არ გაცემ თვეში $1 მილიონ რო ხელფასებს მინიმალურს რო გაძლევენ და ბონუსს არაფერს რო არ გაძლევენ და ვირის მუშად რომ ყავხარ. რა გიხარიათ ხალხო? თქვენს მტერს უკრავთ ტაშს და კიდე ჩვენ რო ამაზე გაფხიზდეთ, ჩვენ ვართ ცუდები? რანაირი რეალობის წინაშე ვდგევართ? მოკლედ ხალხს საერთოდ აზროვნების უნარი დაგიქვეითად. როგორა კისინჯერს 20 წელი საკმარისია თაობის შესაცვლელადო. 20 წელი გავიდა და შეცვალეს თაობა გვაქვს ტვინ გამორეცხილი თაობად შეგვჭა. რომ ესაუბრების სიმართლეს, აი პასუხი აქვს ეს არგუმენტი არ აქვს. მე უბრალოდ არ მჯერა თქვენი. ეს რა არგუმენტია? მე იქ რო ვდგევარ, მე საქართველოსთვის ვდგევარ, მე ევროპისთვის ვდგევარ, ევროპისთვის კი არ უნდა იდგე, საქართველოსთვის უნდა იდგე.
და არა ევროპისთვის. მე საქართველოს რო ევროპაში იყოს იმისთვის ვდგება, რომ საქართველოს იყოს წელგამართული და რაც შეიძლება მეტად წამოიწეს ჩვენი ეკონომიკა. სწორედ რუსეთის ხაჯირო დღეს წამოწეული, აი ეს რომ წამოიწიოს და ჩვენი ეკონომიკა მეტ ნიშნულამდე ავიყვანოთ, აი ეს არის მთავარი. ჩვენ ეხლა რო გვაქვს მთავრობა რო იძახის, რომ 10% და 10.5%-ით არის ჩვენი ეკონომიკა მაღალი. და ჩვენ თუ დავასანქცირებთ რუსეთს, მივიღებთ -11% იმას ზარალს, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, უკვე 20% წამოვიდა, ხო? შენი ეკონომიკა დავარდა. რუსეთის ხარჯზე გააჩენ +10% თუ ეტყვი -10 გექნება და საერთოდ ალბათ ისე როგორც აფხაზეთშია დღეს ისეთი სიტუაცია იქნება, უშუქობა, ეკონომიური ვარდნა. არაფერი ჩვენი არ გაგვაჩნია, ხო? და გავალდებულები გინდა თუ არა დაასანქციე რუსეთი, დაასანქციე რუსეთი. აი ამის გამო ეს გასაგები იყო, აი წმინდა პოლიტექნოლოგიური ტაქტიკა რო აღო, წმინდა გასაგები იყო, აქ გართულდებოდა სიტუაცია სოციოეკონომიკური, თქვენ ძალიან რომ 20%-იანი ვარდნა იქნებოდა. კი ბატონო, აბა +1 და -11 ხო არის +20%. შესაბამისად გამოიწვევდა სოციალურ აფეთქებას ამ ხელისუფლების დამხობას და იმ მეორე ფრონტის მომხრეების მოსკოვს ზუსტად მაგას, მაგრამ ვერ მიიღეთ, ვერ არ იქნება ეს საქართველოში. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ საქართველო არის ღვთის კურთხეული კუთხე. და მან ცხოვრობს ღვთის დალოცვილი უფლისგან ერი, ვისაც ქვია ქართველი და საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ერი კურთხეულია ქართველებთან ერთად. ეს დაიმახსოვრეთ, ვერ მიიღებთ ფეხზე მდგომ ქართველს. ვერ მიიღებთ. ეს მოცემულობა არ იქნება, რომ ქართველი დადგეს ფეხზე ფულის სანაცვლოდ. 12-დან ერთმა უღალატა და გაყიდა. მაგრამ ყველამ ხო არ გაყიდა. დანარჩენმა ხო არ გაყიდა რა? აი ეს 1 და 2 ხართ ის ლომჯარიები და ეს ბურჭულაძეები და ეს ნაცვლიშვილები და ეს მევახშეები. იცით რა, მე როგორ შტაბეშლება მექნება ხან პროცესს რო უყურებ ამ ჩვენს პროცესს. ესენი თითქოს და ნუ თვითონაც იციან რომ მოლოდინში არიან ან სერიოზული შეხვედრის და დღეს პუტინი მას განაცხადა რომ ჩვენ მე მზად ვარ ყოველ შემთხვევაში შევხვდე. და ტრამპთანაც ექნება საუბარი. კი ბატონო, საუბარი ექნება სერიოზულ გადანაწილებებზე წავა საუბარი ამ პოსტსაბჭოთა სივრცესაც შეეხება უკრაინას რა თქმა უნდა შეეხება საქართველოს შეეხება შესაბამისად ესენი გრძნობენ რას იმას რომ თუ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია მოხდა გადაფორმატირება უბრალოდ რომ ეს ტერმინი ჯობია მგონი გამოვიყენოთ გადაფორმატირება თუ მოხდა ამათი ადგილი მახალ სისტემაში აღარ იქნება უკვე აი ამ თავიანთი ადგილი შენარჩუნებისთვის იბრძვიან იმ სიკეთეებისთვის ჭყალებში რასაც თვითონ ღებულობენ რასაც ჯიბეებში იდევენ აი ამის დაკარგვის ეშინიათ თორემ მერწმუნოთ ახლა იმ პოლიტიკურ კლასს თუ რავი პოლიტიკურ კლასს შეიძლება ეწოდოს ალბათ ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციაში ხო ამათ საქართველოს საერთოდ არ აინტერესებს ესმით ამათ საქართველოს აინტერესებდეთ და საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ამ კუთხით კი არ ააგებდნენ ჩვენ გვინდა რაღაც ევროპაში ჩვენ გვინდა რუსეთში ჩვენ გვინდა რა ვიცი ესენი თავარი ამოსავალი ნუ ნებისმიერ საერთოდ ნებისმიერ სახელმწიფოში პოლიტიკური ელიტის ამოსანა სუვერენულ სახელმწიფოში შექმნა მის სუვერენიტეტის გაძლიერება ეკონომიკურ ნუ ასე შემდეგ შესაბამისად ამათი ამოცანა რა არის ამათი ამოცანა ის კი არ იყო საქართველოს გაძლიერება და მის სუვერენიტეტის ხარისხის ამაღლება ამათი ამოცანა იყო რა შეიძლება მაქსიმალურად თავი დაგვეხარა ევროპისთვის და ნუ ამას ატყუებდნენ მე მესმის ახლა მთელი 30 წელია განსაკუთრებით ამ პროცესმა დაიწყო გაგრძელდა განსაკუთრებული სისასტიკით ასე რომ ვთქვა წყალებში ხო 2003 წლის რეფორმების შემდეგ რაც ნუ ამ ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო. ამან გამოიწვია რა მოსახლეო ახალგაზრდა თაობი ტვინების გამორიცხვის პოლიტიკას მოკიდეს ხელი. თქვენ წარმოიდგინეთ თუთბერიძე გახდა პროფესორია რა თუთბერიძე რო გახდება რა ქვია იმას ანა ხო თუ ანა თუთბერიძე ანა ხო თეა თეა კი ბატონო აი ამას რო ამ ოროსანს პროფესორად დასვა მე წარმოგიდგენიათ ხა რასთან გვაქვს საქმე ამათი მთავარი ამოცანა იყო არა მეცნიერების განვითარება არამედ მათი ინდოქტრინაცია ამ ბავშვების იმ გადაიყვანათ ახალ ჭუას გვახსოვს რა ეს პოლიტიკას ჰქონდათ ამათ 40 წელს ზემოთ კაცებს არ აკარებენ არანაირ ხელისუფლებას იმ გამოტვინებულ პატარა ბიჭებს ნუ გამოტვინებულს შეიძლება უხეშადაც ვიყენებ ამ სიტყვას ნუ პოლიტიკურად მომწიფებელ ადამიანებს უშვებდნენ მინისტრებად ნიშნავდნენ და მთელი ამბები ხდებოდა შესაბამისად შეგიძლიათ რა პარლამენტში რომ მიიღოთ 30 წლის გოგო პარლამენტარი მაგრამ ამით ახლა სააკაშვილი თავის კომპლექსებსაც იკმაყოფილებდა იქ რაღაც მე არ მგონია მარტო სააკაშვილის კომპლექსებზე იყო საუბარი ეს გარედან იყო მისთვის დავალება მიცემული ეს ერთი მაგრამ მეორე ის რომ უფრო მარტივად შეეძლო მათთვის ეყვირა უფრო დაეჭირა ისინი ხელში და უფრო მეტად ქონოდა ეს იმპერატიული მიდგომა, რასაც უზადოდ შეუსრულებდნენ.
კი ბატონო, ну ეს შესაძლოა, მაგრამ ამას ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ტიპის მარიონეტები, როგორც ზელენსკია, როგორც სააკაშვილი იყო თავის დროზე, ესენი დამოუკიდებლად სახელმწიფოს ვერ მართავენ ესენი. ესენი მართავენ დირექტივებით. რაც დირექტივა ჩამოსდიოდათ, იმის მიხედვით იმ პროგრამას მიუყვებოდნენ ესენი. ახლა მე მითომ შეიძლება ეგეც იყო სააკაშვილის შემთხვევაში, თუმცა თავარი ამოცანა ის იყო, რომ ახალი თაობები, გამოუცდელი თაობები მოიყვანათ ხელისუფლებაში და მთელი პროცესი დაწყებული იყო ტვინების გადატრიალების პროცესი. ტვინების გამორიცხვის უფრო სწორედ პროცესი და შესაბამისად შეექმნა ისეთი ადამიანი, რომლის მიმართულება იქნებოდა მხოლოდ ერთი მიმართულებით იქნებოდა მისი აზროვნება კონსტრუირებული. მისი სტრუქტურა ასე იქნებოდა აგებული. შესაბამისად მივიღეთ ეს თაობა და მაგიტომაც ზოგჯერ ბრაზდები ბავშვები რო დგანან იქ. სულად გაუნათლებელსაც ვერ უწოდება, არ მინდა ეს ტერმინი გამოვიყო, თუმცა პოლიტიკურად მომწიფებელი ადამიანები, რომელსაც იყენებენ ეს 1000 ჯულის აფერისტები თავიანთი მიზნების გასაღებად. ეს გასაგებიცაა, მეც კი გიდასტურებთ, მეც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობ და ვაკვირდები ელემენტარულად, აი შესახედავად ახლა მათი აზრების კითხვის შესაძლებლობა მე ახლა როდესაც 20 წელი ჟურნალისტიკაში ხარ, მეტნაკლებად ხვდები და გზნობ ადამიანი რითი სუნთქავს, რითი მხედველობა როგორი აქვს და რა აზრები აქვს და რა ფიქრები აქვს. შესაბამისად ეს იკვეთება და ჩანს. აი ნატა ახსენებდა, ამბობდა ჩვენი ქვეყნის სულიერ მომენტებს, რომ უფლის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, მართლმადიდებლობა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულების მიმცემი და მინდა გითხრათ, რომ ამ თემაზე სხვათა შორის აი რუსეთის პრეზიდენტსაც ჰქონდა საუბარი, ოღონ უკრაინაში მას კითხვა დაუსვეს აი მართლმადიდებლობაზე, ეკლესიაზე კონკრეტულად, რომ ის რაც ხდება, როგორ შეფასებას გააკეთებდა და მან თქვა ასეთი რამ, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და მოსკოვის საპატრიარქოზე იყო ვიცით დამოკიდებული, შემდეგ ბევრი სხვადასხვა რაღაც მომენტი განვითარდა. ეს არის ფაქტობრივად მკვლელობის ტოლფასიო, ანუ ადამიანი რომ მოკლაო, აი დაახლოებით ასე მოხდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. და სამწუხარო ის გახლავთ, რომ ამაზე არავინ ხმას არ იღებსო. და ხმას რომ არ იღებს, ახლა ჩვენი მოცემულობა როგორი არის? ჩვენთან ხშირად გაიგონებთ, რომ აბა ეკლესია სად არის, ეკლესია ხმას რატო არ იღებს და რაღაც. თავის კომპეტენციის ფარგლებში თუ კი რაიმე განცხადება კეთდება, ის მოზომილია და სუფთა იმ ქრისტიანული გაგებით, რაც უნდა იყოს იმ განცხადებაში, ეს ყველაფერი იკვეთება. მე აქ ხედავ უფრო სხვა პრობლემას, რომ არიან სასულიერო პირები საქართველოს ეკლესიის წიაღშიც, რომლებიც არ ვიცი ამას, ანუ ეს პოლიტიკური მომენტი არის, ახლა ვის მხარეს არიან ეს ერთი, მაგრამ შესაძლოა მათ აქვთ ასეთი მსოფლმხედველობა უბრალოდ ნეფსით აკეთებენ ამ განცხადებებს თუ უნებლიეთ, ანგარება არის იქ თუ ვერცხლის მოყვარეობა ეს ერთი მომენტია, ან უბრალოდ მართლაც ასე ფიქრობენ. ახლა მე გაშლილი მაქვს აქ სოციალურ გვერდზე, ეს არის გამოცემა, რომელიც ასევე გლობალისტების ლიბერალების კვერის დამკვრელი გამოცემაა და მთელი რიგი სასულიერო პირები, მათ შორის მეუფეები არიან გამოსახული, რომლებმაც აკეთეს განცხადებები ამ აქციების დროს. აი ახლა ვინმე მამა ლევანი ქართველ ჟურნალისტზე მოხტუნავე, მანწუხელიძეზე მოხტუნავე სისასტიკე გამახსენა, მაგრამ ის ხომ რუსი სამხედრო იყო, ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვარ და დავღუპავთ ასე ქვეყანას, ეს მისი პოლიტიკური აზრი. კიდევ აი არაერთი დაგვრცინიან იმით, რომ დღეს ფეხბურთელი პრეზიდენტი ყავს, სირცხვილია უბრალოდ ქართველებო სირცხვილი. ამას ამბობს ამერიკის ეპისკოპოსი, ანუ მიტროპოლიტი საბა ინწკირველი. მინდა გქონდეს ქვეყანა, სადაც თავისუფალი აზრის გამო მე არ დამიჭერენ, სამსახურიდან არ გამომაგდებენ, მტრობას არ დამიწყებენ და დღეს ჩვენ ასეთი ქვეყანა არ გვაქვსო. ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი. და საინტერესო ვინ დაიჭირეს ასე? ხო, კიდე არის ვინმე მამა ლეონ გელოვანი, ჩემ თვალწინ მიათრევდნენ ათობით ადამიანს, მოკლედ ამბობს იგივეს, რაც იქ იყო ფაქტები. ეს მკვლელი ხელისუფლება უნდა გადადგეს საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის არქიმანდრიტი გაბრიელ ღურცკაია ამბობს. და მტკივა ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქნეული ხელი მეწვის ცრემლსადენი გაზის გამო დახუჭული თვალები და მეშინია მომავლის დაკარგვის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ბერბიჭაშვილი მობილიზებული რაზმები უკიდურესი სასტიკით უსწორდებოდნენ. ხო, ასევე დმანისის და აგარაკტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი არაჯული. ფაქტობრივად გალახულია მთელი საქართველო. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ამბობს. ანუ კიდევ ერთი, რო არ თქვა, არ შემეძლია, მართალია ეს კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს არქიმანდრიტია, მამა ილია ჯინჯოლავა. ყველანაირი არაქრისტიანული, მეტიც სატანური თუ რამ არის ამ რეჟიმის შედეგია. ამ შავკაცუნების სისასტიკე ან ხარ ამ სისასტიკის ნაწილი, მათი თანამზრახველი ან განუდგები მას. ანუ ეს ადამიანები არიან პრინციპში, ახლა კიდე მოდელირება გავაკეთოთ. თუ ხდება ოცნების გუნდის ჩამოგდება ამ რევოლუციის შედეგად, ესენი ხო ამბობენ, რომ ეკლესია პოლიტიკურ საკითხებში არ არის. ჩვენი პატრიარქი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ასაკშია ვიცით და ჩვენ ადრე თუ გვიან ყველა წარვსგებით ღმერთის სამსჯავროზე. აი ეს ხალხი იღებს კარტ ბლანშს. ღმერთმა არქა. ესენი ექცევიან ჩვენი ეკლესიის სათავეში და შემდეგ კიდე გავაკეთოთ მოდელირება, ხდება რა? გადადის შობის აღნიშვნა კათოლიკურ პროტესტანტულ ყაიდაზე. ეს ერთი. როგორც ალექსანდრიის საპატრიარქოშია იქ უბრალოდ კაცების ნაკლებობა ყავთ და მაპატიეთ და ციკლიანი ქალები შეიძლება ეკონომისებად იყვნენ განწესებული მსახურებაზე საკურთხეველში. ეს ორი. მესამე რამდენი რამ ჩამოვთვალო. უამრავი რამ შეიძლება მოხდეს, რაც საბოლოო ჯამში ეკლესიას გაანადგურებს და დაშლის. რაც პრინციპში მაგალითისთვის იყო მოყვანილი დღევანდელ იმ პრესკონფერენციაზე, რაც ხდებოდა უკრაინაში. უკრაინასთან დაკავშირებით, გეტყვით რას. აი დღეს არის წმინდა ნიკოლოს საკვირველთმოქმედის დღესასწაული, დღეს აღინიშნება 19 დეკემბერს. კი, მე მირაშიც ვარ ნამყოფი, სადაც მისი პირველი აკლდამაა მცირე აზიაში და ასევე ბარიში, სადაც მისი წმინდა ნაწილებია. იქ არქიეპისკოპოსმა პატივი მცა, ის კრიპტაც გამიხსნა, იქ მართლმადიდებლებისთვის მხოლოდ ერთი დღე არის 4 შაბათობით თუ 5 შაბათობით წირვა, მაგრამ ვითხოვე და ჩამყვა ეს ადამიანი გახსნა ეს კრიპტა მოსალოცად. წმინდა ნიკოლოს მისი ისტორიული რაც ქმედებები აქვს მას განხორციელებული, ხო, თავის მოღვაწეობის პირობებში. აი უკრაინაში დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით მინიმუმ 3 მუხლით გაასამართლებდნენ. და რო არ შემეშალოს უბრალოდ ამიტომ ჩამოვწერე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით. კონსტანტინეს მხარდაჭერა და მაქსიმინეს და ლიკინიოსის წინააღმდეგ ინკრიმინირებული იქნებოდა როგორც მტერთან თანამშრომლობა. წმინდა ნიკოლოს ამის გამო დაჯიდნენ. უკრაინაში ვიძახი, აი დღეს რა ზელენსკის პირობებში რა კანონებით მოქმედებს. 171 მუხლით. არიანესთვის გაწნილი სილა ნიკეის საეკლესიო კრებაზე. კონფესიათა შორის შუღლის გაღვივებად შეფასდებოდა, ამის გამოც დაჯიდნენ წმინდა ნიკოლოს უკრაინელები, ხოლო 392 მუხლის მიხედვით სიკვდილმისჯილ მსჯავრდებულთა გადარჩენა, რასაც ახორციელებდა წმინდა ნიკოლოს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შესაძლებლად ჩაითვლებოდა. ანუ 3 მუხლით ახლა აი ზელენსკი და კომპანია თავისი სასამართლოებით, აი ეს ვინც ყავთ იქ, რა ვიცი, სტეფანჩუკი, ჰარახამია, აი ეს ხალხი ვინც არიან იქ თავიანთი კანონმდებლობით, ამ წმინდანს დაჯიდნენ ზუსტად იმ მაგალითებისთვის, რაც ახლა მე მოვყევი. და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ეკლესიაც ამ მდგომარეობაში ჩავარდეს? აი რიტორიკულ კითხვას სვარ. მანამდე ახლა კიდევ ვიმეორებ, იმ ხალხს შეიძლება თავიანთი ხედვა აქვთ, იმ სასულიერო პირებს, მაგრამ რა მოწოდებებსაც ისინი აკეთებდნენ აი ამ პოლიტიკური პროცესის დროს, ვერ იტყვი რომ ეს არ იყო პოლიტიკური განცხადებები და ვერ იტყვი რომ აქ არ იყო ანგაჟირებულობა. იყო. კი ბატონო. რა მეც რა მაინტერესებს, აი მაგალითად თელი პროცესი მიმდინარეობს თუ რამე განცხადებას რო გააკეთებს დაუშვათ და ან პატრიარქთან ასოცირებული ვინმე მღვდელმსახური შესაბამისად უსეკულარულ სახელმწიფოში ცხოვრობთ, სასულიერო პირები ერევიან პოლიტიკურ ცხოვრებაში, სახელმწიფო საერო სახელმწიფოსი და ასე შემდეგ. რა ამაზე რატომ კაციშვილი რაფის არ იძახის? მე პატრიარქმა ან ვინმე ამში გუნდაც შეიომ ხო რამე ისეთ განცხადება გააკეთოს დაუშვათ და ერთი ამბავი ატყდება ხო ამ ლიბერალურ პრესაში რა, ერევიან საერო ცხოვრებაში, სასულიერო პირები, არ გვევენ სეკულარიზმის პრინციპს სახელმწიფოში და ასე.
თუმცა ამათგან გზახსნილია, რაც უნდა იმას უბეჭდავენ ამ ადამიანებს, მაგრამ მე მინდა ერთ დავამატო ამათ. მე მესმის ხა ადამიანია და ზოგში ასეთი აზროვნება ქონდა, ზოგი ისეთი მიუხედავად იმისა, სასულიერო პირია თუ არა. თუმცა ისეთი ვისე ვითარდება პროცესები, ესენი რასაც ფიქრობენ ეს ადამიანები და რასაც ამბობენ. ეს ამათ რეალიზაცია საქართველოში აღარ უწევს. რამოდენიმე თვეში დასრულდება ეს ყველაფერი, ახალი გადანაწილების პირობებში, ახალი დიდი შეხვედრის შემდგომ, ესმით? აი ამი დასრულდება შესაბამისად თან ნერვებზე მოვიშარო კითხულობდით რა, ამათ სააკაშვილის პერიოდი ხო ახსოვთ რა? და ის რო ახლა. ეთქო ამათ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში უნდა ცხოვრება. კიდე ერთ საიდუმლოს გაგიხსნით, სააკაშვილის რეჟიმი რადგან ახსენეთ და ეკლესიასთან ურთიერთობა. მოდით პირდაპირ თქვათ, კახეთი არის სხვა რეგიონებთან შედარებით მდიდარი. ხალხს მარნები აქვს, ვენახი მოყავთ, წურავენ, ტურისტები ჩადიან, ისევ და ისევ რუსი ტურისტები, ჩურჩხელები იყიდება, ასე შემდეგ, მეტნაკლებად უფრო აი თბილისის შემდეგ, როგორც მიტროპოლიის შემდეგ რეგიონი განვითარებულია. დასავლეთ საქართველოში მთელი რიგი სოფლები არის დაცლილი. აი ტაძრები დგას, ისტორიული ტაძრები, ნატა ალბათ დამეთანხმებით, ხო? სამრევლო ეკლესია კლასიკური გაგებით როგორ ინახავს თავს? მრევლი ახდენს შემოწირულობას. ეს თანხები რომ არ იყო, მაგრამ იქ რომ ეპარქიები დაეჭირა სააკაშვილს, ასე ვთქვათ. მთელი აი ბრაუნბეკის და ვინც სახელმწიფო დეპარტამენტში პასუხისგებელი იყო საეკლესიო თემატიკაზე და რო ჩამოდიოდნენ ემისრები და აბა რა ხდება შენთან რელიგიაში, სააკაშვილს რო ეუბნებოდნენ. იქ მსუყე ლუკმა, რაც სპეციალური გადმორიცხვით ხდებოდა და ანგარიშები ყველა მეუფეს ჰქონდა დასავლეთ საქართველოში. აი ნუ ეხლა ვიცით რაც ხდებოდა, ხო? ეს პეტრეცაავას ისტორიაც გახსოვთ ალბათ, ხო, პატრიარქს. ამიტომაც იყვნენ ყოფილები. შესაბამისად მათი თხემი უკვე ეს ჰიპოტალამუსი რაც აზროვნება ყველაფერი ის დღემდე მომართულია რომ მას ურჩევნია ის ვექტორი რასაც მისდევდა სააკაშვილი. დღემდე ამიტომ კეთდება ეს ეკუმენისტური იმაშიც დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ რომ ფანარიდან ბართოლომეოს არქონდონისი ყოველ ხშირად რეკავს და კითხულობს აბა თქვენთან რა ხდება ხო არ იცვლება რამე გეხართ ისევ მარდა ბართოლომეოს რომელიც აფხაზეთის ავტოკეფალიის აღდგენის რა კეფალიის მომხრეა რა ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ნაბიჯს გადადგამს თუ საჭირო გახდება არა მე მქონდა გასულ აფხაზეთში შეიძლება მიწევს ყოფნა და მაგ ინფორმაცია რომ ბართოლომეოს სერიოზულად უჭერდა მხარს ერთი მთავარი ლობისტი იყო აფხაზური ავტოკეფალური ეკლესიის შექმნისა თუ ფორმირებისა თუ როგორც არის რა კი ბატონო, ნუ ეს უფალმა განსაჯოს ჩვენი განსაჯელი არ არის, ჩვენ უბრალოდ კონსტატაციას ვახდენთ, რომ მეტნაკლებად საზოგადოება იყოს საქმის. მაგაზეც იყო დაპირისპირება რუსულ ეკლესიასა და იმათ შორის კონსტაბულის. ეს ცალკე თემაა, კი, ნუ საინტერესო საკითხია თუმცა. დაპირისპირება, აბა. ერთი ესეთი შეკითხვა აქვს ბატონო დავით. თქვენ ვინც ჩამოთვალეთ აქ მამაოებით და ჯერ კიდევ საკითხები როგორი მამაოები მე ამ მარხოში არავის არ განვიკითხავ. ჩვენ არ განვიკითხავთ არასდროს არავის, ჩვენ მხოლოდ ვამხელთ. ვკითხულობთ ხო და ვამხელთ. ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ. მე დავსვა ეგეთი შეკითხვა. ევროკავშირში თავარი მიღებული რეზოლუცია რა იყო? რა მოითხოვეს ევროკავშირის რეზოლუციაში რა ჩამოწერეს? სააკაშვილის განთავისუფლება, სტადისტი, მკვლელი, ნარკომანი, ქვეყნის გამყიდველი, ქვეყნის წარმომადგენელი, არა ქართველებისთვის მამის სახელის ეროვნების წარმომადგენელი რა მოგცა სააკაშვილმა? აი ესეთი ადამიანის განთავისუფლება არასამთავრობოების და ამ NGO-ების და ამ დასავლეთის მსახურების ილუსტრაციის რაცაც ქვია იმის ევროკავშირის რეზოლუციის შედეგად გამჭირვალობის კანონის გატანა რომელიც ემსახურება ხა საქართველოს კეთილდღეობას 6 მილიარდს რო გვამადლიან ჩვენ და ამთავიანთ NGO-ებს მოახმარეს რომ ეკლესიურად არ გაიზარდონ ჩვენი შვილები და საქართველოში არ იყოს რამდენად პატიოსნება ღირსება თავისუფლება ესეთი საქართველოს მათ არ უნდათ ესეთი მოცემულობა და მესამე რა იყო LGBT პრაიდები ეხლა მაინტერესებს ერთი აი ამ მამაოებს ესეთი საქართველოს უნდათ და ესენი არიან საქართველოსთვის მისაღები მამაოები და ჩვენმა შვილებმა ჩვენმა მრევლმა და ჩვენ უნდა მივბაძოთ ამათ და ამათ დაუდგეთ იქ რა ქვია აქციებზე ეს მამაო რო იძახის ის რა ქვია ცემსადენი გაზიო უკაცრავად და უხერხულ ადგილებში და ყურში და თვალში და ნასრული პიროტექნიკა თქვენ მამაო რამ დაგაბარმავად ვერ დაინახეთ მარტო გაზი დაინახეთ თქვენ რატომ ყვება ეს შედეგი გაზის სროლა წყლის ჭავლი რატომ ხდება ამას რატომ არ ამბობთ თქვენ ხართ ხა სამართლიანი ადამიანი თქვენ ვის გამო ჩაიბაროთ აღსარება
ვისგან უნდა ჩაიბაროთ აღსარება? იმ თინეიჯერებისგან, რომელიც გვინდა სასაცილოა ხალხო, ომი გვინდა, აბა არ გვინდაო და რატო გიკვირდო? აი ამათგან უნდა ჩაიბაროთ აღსარება? თქვენც მაგათთან ერთად ხართ არა? მე გული მტკივა, ნამდვილად გული მტკივა როგორც აღსარებელ ადამიანს. რას ნიშნავს ეს? ეს რა არის? და ყველაფერ ამასთან დაკავშირებული ევროკავშირი კიდე ამათ უკრავს და ჩამოყავთ ავიათ დელეგატები რომ რამინერად საქართველოს მოსახლეობას აუწიოთ ყური აუწიეთ თქვენი დელეგატებს. სხვათა შორის იმაში ესტონეთში ერთ-ერთმა იმის რა ქვია პარლამენტის წევრმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს დასანქცირებას. იცით, ბულინგი მაგას ქვია იმ კაცს რა უქნეს. საშინელ დღეში ჩააგდეს და ჩვენ გთხოვთ დემოკრატიას, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში, ყველაზე თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ნამდვილად არის ყველა სიტყვის თავისუფლება. ვინმეს გიკრძალა ვერ ამას თქვენ უღირსებო, თქვენ მართლა სამარცხვინო ქართველებო. და რამდენი არხი მუშაობს? გონს მოეგეთ, გამოფხიზით, რომ საქართველოს გაბრწყინებაზე ვიფიქროთ და ჩვენს მეზობლებთან კეთილ ურთიერთობაზე ვიფიქროთ. ორი ოკეანის იქით ჩვენ არავინ არ გამოგვადგება. ჩვენ არა ვართ ევროკავშირის ქვეყნების მეზობლები. ვისი მეზობლებიც ვართ? აი იმათთან გქონდეს კარგი ურთიერთობა, რომ საქართველოს გადავარჩინოთ, მათ შორის რუსეთთან. აუცილებლად დღეს პუტინს რო არავინ არ დაუსვა შეკითხვა, ისე რომ წარე იქნებოდა თუ როგორი იქნებოდა, ყველასთვის იქნებოდა სასურველი მოსასმენი. მათ შორის მთელი მსოფლიო იყო მან ჩართული და საქართველოსთან როგორ არ უნდა ყოფილიყო ჩვენი წარმომადგენელი, არ გცხვენიათ? ეს ძალიან დიდი მინუსია საქართველოს მთავრობისთვის. გინდა გეწყინოთ, გინდა გეტკინოთ. ეხლა აი ამას რო გეუბნები. მე როგორც აფხაზეთის დევნილი, დიახ, ჩვენი წარმომადგენელი იქ უნდა ყოფილიყო და უნდა დაესვა კონკრეტული შეკითხვები. და რა პასუხსაც მივიღებდით, მთელი მსოფლიო ნახავდა ამას. აი ამ ნოტაზე დაამთავრე ბატონო. სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრები ნატა არღულიანი და ირაკლი უბილავა. ჩვენ შევხვდებით ხვალ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. მადლობა ბატონო დავით, დაგემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს.